საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის მოიხსენიებს. დღეს წმინდანის აღსრულების დღეა. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო საღვთო ლიტურგია აღევლინა. სადღესასწაულო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. სენატისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა. თანამსახურებდნენ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი, ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ პოპხაძე და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ქრისტე აღდგა. ყოლადო სამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. წელს ეს დღე დაემთხვა ასევე ზატიკის განზოგების დღესასწაულს. განზოგება ნიშნავს ნახევარს, უпростоრედ განახევრებას. ეს არის აღდგომიდან სულთმოფენობამდე 50 დღიანი სადღესასწაულო პერიოდის ზუსტად შუა მონაკვეთი. და ეს დღე განსაკუთრებით აღინიშნებოდა ყოველთვის ეკლესიაში. ამ დღისთვის საგალობლებს და ლოცვებს წერდნენ ჯერ კიდევ წმინდა ანდრია კრიტელი, იოანე დამასკელი და სხვა ცნობილი მოღვაწეები და ჰიმნოგრაფები. და ამ დღესთან დაკავშირებით სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს საუბარი კარვობის დღესასწაულზე იერუსალიმის ტაძარში. ეს ვრცელი საუბარია და იქ ერთ ადგილას იგი ამბობს ასეთ სიტყვებს: თუ ვინმეს წყურია მოვიდეს ჩემთან და შესვას და ვისაც წამს ჩემი მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის დინარეები. ესეთი საოცარი სიტყვებია. და საოცარი ის არის ასევე, რომ დაახლოებით მსგავსი სიტყვები სულიწმინდის მადლით წარმოსთქვა წინასწარმეტყველმა ისაიამ ქრისტეს განკაცებამდე 700 წლით ადრე. ის ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ჰოი მწყურვალნო, ყველანი მიდით წყალთან, ვერცხლის უქონელნო, მიდით და უსასყიდლოდ იყიდეთ. და სხვაგან ამბობს იგივე წინასწარმეტყველი, რომ სიხარულით ამოხაპეთ წყალი სიცოცხლის წყაროდან. ახეთ როგორ გავს ეს სიტყვები უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს. ესე იგი წინასწარმეტყველიც მოგვიწოდებს ჩვენ, რომ დავეწაფოთ ამ სიცოცხლის წყალს. ოღონდაც კი უარი არ თქვათ მასზე. და რა საოცარი სიტყვებია, თუ კი 700 წლით ადრეც აუწყა ეს სიტყვები წინასწარმეტყველმა მსოფლიოს. ეს სიტყვები ჩვენც უნდა გვახსოვდეს და ჩავიბეჭდოთ ჩვენს გულში, რომ ვადიდოთ უფალი აი იმ სიტყვებით, რომლებიც წარმოთქმული იყო დღეს დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში. ჰოი ქრისტე ღმერთო, წყარო ჩვენისა ცხოვრებისაო, დიდება შენდა. ვის გულისხმობს უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებში, როცა ამბობს, რომ ვისაც წამს ჩემი მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის დინარეები. ვის გულისხმობს? გულისხმობს მორწმუნეებს, ვისაც მთელი გულით წამს მისი და უყვარს იგი. ხოლო ცოცხალი წყალი რას ნიშნავს? ეს არის სულიწმინდის მადლი, რომელიც მოქმედებს ეკლესიაში. და ამ მადლს უფალი იძლევა, თუ ადამიანი ითხოვს ამას, მთელი გულით თუ ცხოვრობს ამისთვის და დიდი მოწიწებით უფრთხილდება მას, როცა მიიღებს ამ მადლს. და როდესაც ადამიანი ამ მადლს მიიღებს უხვად, მაშინ მართლაც მოედინებიან მისი წიაღიდან სიცოცხლის წყლის დინარეები.
ეს მადლი არ იმალება, ფუჭი არ არის და არ იკარგება, ეს ჩანს აუცილებლად. ვლინდება ადამიანის ღვაწლში, მის საუბარში, მის მეტყველებაში, სიბრძნეში, სიყვარულში, ჭეშმარიტ სიტყვებში, მის გარეგნობაშიც, მის ყველა მოძრაობაში. რატომ? იმიტომ რომ ის გახდა აი ამ მადლის მატარებელი. ეს ჩანს. ეს დასტურდება ქრისტიანული ეკლესიის მთელი ისტორიის განმავლობაში. და ჩვენი ეკლესიის წმინდანების ღვაწლით, მათი სიტყვებით, მათი თხზულებებით ყველგან ჩანს ეს მადლი. და მათ შორის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულნი იყვნენ წმინდა მოწამეები. და მოწამეებს შორის კი განსაკუთრებულნი არიან დიდი მოწამეები. აი, მათ შორის წმინდა დიდი მოწამე გიორგი არის ჩვენი საყვარელი წმინდანი, ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის მფარველი. დიდი მოწამე გიორგი, შეგვეციოს მისი ლოცვა და მადლი. და რატომ ეწოდება მას დიდი მოწამე? იმიტომ რომ მან დაითმინა ისეთი გონებისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა წამება და ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა, რომ მისი წამებით, მისი ამ მადლით, მისი სასწაულებით შემდგომ, რომლებიც აღასრულა მან, უამრავი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოვიდა უფალთან. ამიტომ ეწოდება მას დიდი მოწამე. თქვენ იცით, რომ ის იყო მეომარი, ხედარი, რომელმაც დაამარცხა ყველაზე საშინელი ძალა, ეშმაკის ძალა. და რა თქმა უნდა, მხოლოდ ადამიანური ძალებით იგი ამას ვერ იზავდა. აი, სწორედ უფალმა აღჭურვა იგი სულიწმინდის ისეთი მადლით, რომელზეც საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და რომელმაც შეაძლებინა წმინდა გიორგის აი ამ ბოროტების დამარცხება. და იგი გახდა სიმბოლო სამუდამოდ გამარჯვების, ბოროტებაზე სიმართლის და სიკეთის გამარჯვების და სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, გიორგობას, წმინდა გიორგიმ, დიდ მოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა, საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი. თქვენ იცით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა. და მე მინდა ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რომ ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთისნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი და გადაწყვეტილება და წმინდა გიორგის ვევედროთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, და შეგვეციოს მისი მადლი. კიდევ ერთხელ წმინდა გიორგი შეგვეციოს ყველას, წმინდა გიორგი შეეციოს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სულს და დაგლოცოს ყოველი ჩვენგანი. ამინ. ქრისტე აღდგა. აიხარეთ. დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები. თითოეული მათგანი წმინდა გიორგისადმი ქართველი ერის გამორჩეულ სიყვარულზე საუბრობდა. გვინდა ყველას მოგილოცოთ წმინდა გიორგის ხსენების დღე, გეწეოდეთ წმინდა გიორგი, მისი ლოცვა და მისი მადლი. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი ცხოვრების მანძილზე თითოეულ ნაბიჯზე ისეთი ძლიერები იყოთ, როგორც თავად წმინდა გიორგი არის და ჩვენი მეუხი იყოს წმინდა გიორგი იმ გზაზე, რაც ქვია ღმერთის მსახურება და მოყვასის სიყვარული. გიორგობა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროსთვის, განსაკუთრებით კი ქართველი ერისათვის, რადგანაც წმინდა გიორგიმ საკუთარი სიცოცხლე გაწირა ქრისტეს სარწმუნოებისათვის და იგი გახდა ნათელი მაგალითი სიმტკიცის და ერთგულების. საუკუნეების განმავლობაში დღემდე მოყოლებული
ქართველიერი განსაკუთრებულ მფარველობას გრძნობს წმინდა გიორგისგან და მრავალი დღესასწაული, მრავალი ტაძარი და მრავალი ასე თქვა ტრადიციები უკავშირდება მის სახელს. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რომ რწმენა მოითხოვს სიმტკიცეს, ურყევობას, ერთგულებას და თავგანწირვასაც კი, რადგანაც წმინდა გიორგი თავისი სიცოცხლით გვასწავლო, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის იმარჯვებს მიუხედავად იმისა, თუ რამხელა განსასწრები გველის ჩვენი ცხოვრების მანძილზე და შევთხოვოთ წმინდა გიორგის, რომ მშვიდობა იყოს ჩვენ საქართველოში და შეგვეწიოს ლოცვით. გიორგობას გილოცავთ თქვენ და სრულიად საქართველოს. უცხოეთში მყოფ ჩვენ თანამემამულეთ. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენი ერისთვის. რამე თუ წმინდა გიორგის მფარველობა და მეოხება, მისი ხილული სასწაულები უამრავია ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. დღეს განსაკუთრებით ავედრებს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა წმინდა გიორგის. ჩვენ ზერს სასწევთ ჩვენი პატრიარქის ლოცვას. დიდება და მადლობა ღმერთს დღეს ამ დიდებულ და საოცარ ტაძარში დავესწარით წირვა ლოცვას და სწორედ ამ ტაძარში 9 წლის წინ ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა დაასახელა მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო და სასწევთ მისი უწმინდესობის ლოცვას, წმინდა გიორგის მეოხებას და მფარველობას. ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. დღეს საქართველოს დღესასწაულობს წმინდა გიორგის თავისუფლების დღესასწაულს. მოსწრება წმინდა გიორგი არის ერთგულების, თავდადების სიმბოლო, რომელმაც თავი დაუდო ყველაფერს სიყვარულს ქრისტესათვის და მოგვცა მაგალითი, რომ ქართველებმა როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთგულებით, თავდადებით ქრისტესთვის. ჩვენთვის ეს არის განსაკუთრებული დიდი წმინდანი, საყვარელი წმინდანი არის წმინდა გიორგი ქართველების მფარველი, ჩვენი დედა ეკლესიისა, საქართველოსი, ამდენი სალოცავებია მის სახელზე. მინდა მისი ლოცვა შეეწიოს ჩვენს მიტროპოლიტს მოსაყდრეს შიოს და მისი მფარველი იყოს და ჩვენი საქართველოსი. გიორგობას ულოცავს სრულიად საქართველოს. უწმინდესმა იცოდა ხოლმე ჩვენმა ძვირფასმა პატრიარქმა, რომ ჩვენი საქართველო აქ ჩაბარებულიო და წმინდა სინოდის წევრიაო. წმინდა გიორგი ბევრჯერ ხილულადაც დაეხმარა საქართველოს გზასაყარზე, როდესაც წყდებოდა ქართველი ერისბედი, დიდგორი რო ავიღოთ მარტო და მე მგონი სოფელი არ არის დარჩენილი, სადაც წმინდა გიორგის სახელზე ტაძარი და ეკლესია არ იყოს აგებული. ეს ჩვენი დიდი მეოხია, ჩვენი დიდი მფარველია და განსაკუთრებით კიდე ერთა ბრძოლაში, ხილუტუ ხილამ ერთა ბრძოლაში. მე ასე ვიტყოდი წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სიტყვებს პერიფრას მოვიყვან, რომ თუ ერთად დავდგებით და ღმერთისკენ ხელებს ავაპყრობთ, არა თუ ეშმაგის ურიცხი მივდევართ, არამედ ეშმაგსაც იულად დავამარცხებთ. ამაში შეგვეწევა უფალი, ამაში შეგვეწევა წმინდა გიორგი ზუსტად. მე მთელი გულით გილოცავთ ქართველ ერს, ამ საოცარი წმინდანის დღეს მისი მადლი გფარავდეს, გადაგვარჩინოს, გადავრჩებოდეთ უფლის წყალობით წმინდა გიორგის ლოცვით. გადავრჩებოდეთ, გილოცავთ ამ დღეს, ბედნიერი დღეა ნამდვილად. გილოცავთ გიორგობას, ულოცავ საქართველოს ამ დღეს, დღესასწაულად არის ქცეული. ერთ-ერთი წმინდანის, რომელიც საქართველოს ძლიერების, საქართველოს განსაცდელისაგან დახსნის ჭეშმარიტ წმინდანად ითვლება. მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა დღევანდელ დღეს და ყველა გიორგის, რომელიც მისი სახელის მატარებელია, საქართველოს სადიდებლად ბევრი რამ გაეკეთებინოთ, გადაეტანოთ განსაცდელი, დაეძლიოთ და წინ წასულიყვნენ მუდამ. გილოცავთ ყველას, მართლაც განსაკუთრებული დღესასწაულია საქართველოსთვის, მთელი სოფლიოსთვის, მთელი მართლმადიდებლური სოფლიო, მაგრამ საქართველოს განსაკუთრებით და ვძნობთ, რომ რაღაცა ჩვენი პირადი დღესასწაულია ყველას, იმიტომ რომ მართლა ძალიან ახლობელი წმინდანია, ძალიან მნიშვნელოვანი და სხვანაირად საყვარელი ქართველი ყველას გილოცავთ, რასაც დაესწარი და რაღაც მშვიდობა იყოს და კეთილდღეობა და საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება. წმინდა გიორგი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანია, იმიტომ რომ ქართველ ერს განსაკუთრებულად უყვარს და ასეთ გამოთქმაც არის, რომ 65-ჯერ შეგეწიოს წმინდა გიორგიო და შესაბამისად ყოველთვის ჰქონდა ამ წმინდანის იმედი და დღესაც მგონია, რომ საქართველოში ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ბოროტება ყოველთვის დამარცხდება, განეგმირება და სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს, როგორი
რთული პერიოდიც არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ მინდა რომ თქვენს მაყურებელს მივულოცო გიორგობა, უსურო მხნეობა, უსურო რწმენაში გაძლიერება და შეგვეციოს ყველას ერთად და ჩვენს ქვეყანას წმინდა გიორგი. მთელ საქართველოს მიულოცავ დღევანდელ დღეს, დღეს განსაკუთრებული დღე არის, დღე რომელიც ასოცირდება გამარჯვებასთან, ეს არის წმინდა გიორგის აღსრულების დღე, მოგეხსენებათ, ორჯერ აღინიშნება გიორგობა, 23 ნოემბერი არის წამების დღე და დღევანდელი დღე არის 6 მაისი აღსრულების დღე. ეს არის ზოგადად ქართულ იდენტობასთან ყველაზე ახლო, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გამარჯვებასთან ასოცირებული და უსურვებ ჩემს საქართველოს თითოეულ თქვენთაგან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას. ყველას ულოცავ ამ დღესასწაულს გიორგობას, ყველას გილოცავთ მრავალსაესწარით და ყველა ქართველს და ქრისტიანს შეეწიოს წმინდა გიორგის დღესასწაულის ძალადამადლი. გილოცავთ სულ ყველას. ქრისტე აღსგა პირველ რიგში მრავალსაესწარით წმინდა გიორგის დღესასწაულია დღეს და მინდა სრულიად საქართველოს მიულოცოთ წმინდა გიორგის დღესასწაული, წმინდა გიორგის მადლით გვფარავდეთ და შეეწიოთ თქვენ ოჯახებს. გულოცავ სრულიად საქართველოს წმინდა გიორგის ხსენების დღეს და ეს წმინდა გიორგი იყოს ყველა ჩვენთაგანის შემწე. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დიდია დღევანდელი დღის მნიშვნელობა მართლმადიდებელი ერისთვის, ვულოცავ სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ ქრისტიანებს დღევანდელ გიორგობის დღეს. ტრადიციულად ყოველთვის ხვდებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და დღესაც არ დავარღვიეთ ტრადიცია და შევხვდით გიორგობის დღესასწაულს ქაშვეთში, სადაც წირვას ატარებდა მეუფე შიო. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს მართლმადიდებლურ ეკლესიებში მთელ მსოფლიოში ზეიმობენ. 23 ნოემბერი კი წმინდა გიორგის ბორბალზე გაკვრის დღეა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს. დღესასწაულს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად ზეიმობენ ის ტაძრები, რომლებიც წმინდანის სახელობისაა.